გამარჯობა MMA-ის ყველა გულშემატკივარს. თქვენ იმყოფებით არხზე, სადაც საბრძოლო ხელოვნების სამყაროს ყველაზე ცხელ და აქტუალურ ამბებს განვიხილავთ. დღევანდელი გამოშვება ნამდვილად განსაკუთრებულია, რადგან წინ დიდი დაპირისპირებები და სკანდალური განცხადებები გველოდება. დღეს ჩვენს ვიდეოში ისლამ მახაჩევი ილია თოფურიას წინააღმდეგ. რატომ თვლის დაღესტნელი ჩემპიონი, რომ მატადორი მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და რატომ უწოდა მან იან გარის კონორ მაგრეგორის ასლი AliExpress-იდან. ხამზად ჩიმაევის გარშემო ათეხილი სკანდალი. რაში ადანაშაულებენ ჩემპიონს ვეტერანი მწვრთნელები და არის თუ არა მისი ფენომენალური გამძლეობა აკრძალული პრეპარატების შედეგი. მეგობრებო, თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. თუ გსურთ, რომ არ გამოტოვოთ უახლესი ამბები ქართველი და მსოფლიო მებრძოლების შესახებ, გამოიწელეთ არხი, დააჭირეთ ლაიქის ღილაკს და გაააქტიურეთ ზარი, რათა ყოველთვის საქმის კურსში იყოთ. თქვენი აქტივობა გვეხმარება, რომ კიდევ უფრო ხარისხიანი კონტენტი შემოგთავაზოთ. ახლა კი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. დავიწყოთ იმით, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს ქართველ მაყურებელს. ისლამ მახაჩევის ბოლო ინტერვიუთი, სადაც მან ილია თოფურიას მისამართით საკმაოდ ხმამაღალი განცხადებები გააკეთა. დღეს გვაქვს ძალიან ცხელი და სკანდალური ახალი ამბები, რომელიც პირდაპირ ეხება მსუბუქი წონის დივიზიონის ჩემპიონს, ისლამ მახაჩევს და მის დამოკიდებულებას ილია თოფურიას მიმართ. მახაჩევმა ახლახან ჩაწერა ვრცელი ინტერვიუ, სადაც მან არაერთ მებრძოლზე ისაუბრა, მათ შორის იან გარიზე, რომელიც ახლა საქართველოში იმყოფება და ჭიდაობაში ვარჯიშობს. თუმცა ყველაზე დიდი რეზონანსი მაინც ილია თოფურიას მისამართით გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია. მახაჩევმა ფაქტობრივად ცივი წყალი გადაასხა ყველა იმ იმედს, რომელიც უახლოეს მომავალში მათ შორის სუპერბრძოლის გამართვას ეხებოდა. დავიწყოთ იმით, რომ ისლამ მახაჩევმა კატეგორიულად გამორიცხა ილია თოფურიასთან ბრძოლა White House-ის ტურნირზე. მისი თქმით, ილიას მეტოქე უკვე შერჩეულია და UFC ამ ეტაპზე საერთოდ არ არის დაინტერესებული ამ ორი ჩემპიონის დაპირისპირებით. მახაჩევი ამბობს, რომ მის საკუთარ დივიზიონში 170 ფუნტში იმდენი პრეტენდენტია, რომლებიც საჩემპიონო ბრძოლას იმსახურებენ, რომ მას მეტოქეების დეფიციტი ნამდვილად არ აქვს. შესაბამისად, ისლამი ფიქრობს, რომ 2026 წლამდე ეს ბრძოლა საერთოდ არ არის დღის წესრიგში. თუმცა, აქ ერთი საინტერესო დეტალია. მიუხედავად მახაჩევის სკეპტიციზმისა, დანა უაიტმა გასულ წელს არაერთხელ ახსენა ეს ბრძოლა და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია ძალიან არის დაინტერესებული ამ მატჩით. თუ ორივე მებრძოლი თავის მომავალ ბრძოლებს მოიგებს, UFC-სთვის კომერციულად უფრო მომგებიანი იქნება მათი შეხვედრა, ვიდრე ნებისმიერი სხვა დაპირისპირება. მაგრამ ყველაზე მთავარი და შეურაცხყოფელი ქართველი ფანებისთვის მახაჩევის შეფასებები იყო ილიას საბრძოლო პოტენციალზე ქვესაშუალო წონაში. მახაჩევმა ილია თოფურია პირდაპირ შეადარა მაიკლ მორალესს და თქვა, რომ მორალესი ბევრად უფრო სახიფათო და ძლიერი მებრძოლია. მისი ლოგიკა ასეთია: ილია თოფურია 150 ფუნტში მართლაც სახიფათოა, მაგრამ როდესაც საქმე 170 ფუნტს ეხება, აქ უკვე ფიზიკური მონაცემები თამაშობს გადამწყვეტ როლს. ისლამი ხას უსვავს იმას, რომ ილიასა და საშუალო წონის მებრძოლებს შორის არის უზარმაზარი სხვაობა გაბარიტებში, წონაში, ძალასა და სიმაღლეში. მახაჩევის სიტყვებით, საშუალო წონის ნებისმიერი ტოპ მებრძოლისთვის ილია თოფურია იქნება ადვილი გასეირნება და თავად ისლამი საერთოდ ვერ ხედავს ილიაში იმ საფრთხეს, რაზეც ბევრი საუბრობს. ის ფიქრობს, რომ ილიას დარტყმის ძალა, რომელიც ქვემსუბუქ წონაში ყველას ანოკაუტებს, 170 ფუნტში იმავე ეფექტს ვერ მოახდენს. საინტერესოა მახაჩევის კომენტარი იან გარის შესახებაც, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა ჭიდაობის დასახვეწად. ისლამი თვლის, რომ იანი დიდ შეცდომას უშვებს, როდესაც ფიქრობს, რომ 2-3 თვეში სხვა ქვეყნის კემპში ვარჯიშით ელიტარული დონის მოჭიდავე გახდება. მისი თქმით, ჭიდაობა არის სპორტი, რომელიც ბავშვობიდან უნდა ისწავლოდა იან გარის მცდელობა ქართული ჭიდაობის სკოლის ხარჯზე მოუმატოს, ბრძოლაში დიდ გავლენას ვერ მოახდენს. მახაჩევი იან გარის კი ჯეკ დელამადელენაზე დაბლა აყენებს საფრთხის დონის მიხედვით. დაუბრუნდეთ ისევ თოფურიასა და მახაჩევის შესაძლო დაპირისპირებას. მიუხედავად იმისა, რომ მახაჩევი ილიას პატარა მებრძოლად მოიხსენიებს, რომელსაც საშუალო წონაში არაფერი ესაქმება, ფაქტია, რომ ილია თოფურიამ უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლებელს ხდის. მან დაანოკაუტა ალექსანდრე ვოლკანოვსკი და მაქს ჰოლოუეი, მებრძოლები, რომლებსაც ბევრი უძლეველად მიიჩნევდა. მახაჩევის მხრიდან ილიას სრული იგნორირება და მისი მაიკლ მორალესთან შედარება ალბათ უფრო ფსიქოლოგიური თამაშის ნაწილია. მახაჩევს არ სურს აღიაროს, რომ ილია თავისი სისწრაფითა და ტექნიკით შეიძლება ყველაზე რთული გამოცდა აღმოჩნდეს მისთვისაც კი. ამ მომენტისთვის ილია თოფურიასგან ოფიციალური პასუხი მახაჩევის ამ სიტყვებზე არ მოსულა, თუმცა მაიკლ მორალესი უკვე გამოეხმაურა ისლამს. მორალესმა დაწერა, რომ მისი ერთადერთი მიზანი ოქროა და ისლამს მოუწოდა ხელი მოაწეროს ბრძოლის კონტრაქტს.
ბევრი ექსპერტი ეთანხმება მახაჩევს იმაში, რომ მორალესი მართლაც ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქეა ამ დივიზიონში. მაგრამ ქართველი გულშემატკივრებისთვის თავარი მაინც ილიასა და ისლამის შეხვედრაა. თუ ეს ბრძოლა მართლაც შედგება 2026 წელს, ეს იქნება ისტორიული მომენტი. მახაჩევი დარწმუნებულია, რომ თავისი ფიზიკური უპირატესობით ილიას დომინაციაში მოაქცევს, მაგრამ ილია თოფურიას მატადორის სტილი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის პოულობს გზას უფრო დიდ და ძლიერ მეტოქეებთან გამარჯვებისთვის. მახაჩევის განცხადება, რომ ილია მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს დაღესტნელ ჩემპიონს. ჩვენ კი მხოლოდ ის დაგვრჩენია, დაველოდოთ ილიას პასუხი, რომელიც დარწმუნებული ვარ ისეთივე მწვავე და ეფექტური იქნება, როგორიც მისი დარტყმებია ოქტაგონზე. მახაჩევი ამბობს, რომ ილია 117 ფუნტში ვერაფერს გახდება, მაგრამ ილია სწორედ ის მებრძოლია, რომელსაც სხვისი პროგნოზების მსხრევა ყველაზე მეტად უყვარს. ბრძოლა 117 ფუნტში, სადაც წონისა და სიმაღლის სხვაობა აშკარაა, მართლაც რთული იქნება ილიასთვის. თუმცა მისი ტექნიკური არსენალი, კრივის სკოლა და უნარი გაუძლოს დიდ წნეხს, მას ნებისმიერი მებრძოლისთვის საშიშ მეტოქეთ აქცევს. მახაჩევი კი ამ ინტერვიუთი კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას და ამზადებს ნიადაგს წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალისთვის. ნახოთ, რამდენად გამართლდება ისლამის სიტყვები, თუ ეს ყველაფერი მხოლოდ მცდელობაა თავიდან აირიდოს ისეთი არაპროგნოზირებადი და ფეთქებადი მეტოქე, როგორიც ილია თოფურიაა. მოკლედ რომ თქვათ, მახაჩევმა ილია თოფურიას ფაქტობრივად გამოწვევა ესროლა, როდესაც თქვა, რომ ის 117 ფუნტში არაფერია. ქართველი ფანები დარწმუნებულები არიან ილიას ძალებში და ეჭვიც არავის ეპარება, რომ თუ ეს ბრძოლა შედგება, მახაჩევს ძალიან გაუჭირდება თავისი სიტყვების პრაქტიკაში დამტკიცება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ილიას პასუხს, რომელიც დარწმუნებული ვარ ისეთივე მწვავე და ეფექტური იქნება, როგორიც მისი დარტყმებია ოქტაგონზე. საშუალო წონის დივიზიონში ვითარება პიკს აღწევს და ახლა მთელი ყურადღება მოქმედ ჩემპიონზე, ხამზატ ჩიმაევზეა გადატანილი. ჩიმაევი, რომელიც ყოველთვის ახერხებს ყურადღების ცენტრში ყოფნას, ახალი სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელდა კადრები მისი საწვრთნელი ბანაკიდან. ვიდეოში ჩანს, რომ ხამზათი აქტიურად ემზადება თავისი პირველი საჩემპიონო დაცვისთვის, სადაც მისი სავარაუდო მეტოქე ნასერდინ იმავოვი იქნება. თუმცა, გულშემატკივრებისა და ექსპერტების გაკვირვება არა ვარჯიშის ინტენსივობამ, არამედ ჩიმაევის მწვრთნელმა გამოიწვია. ხამზათმა კვლავ განაახლა თანამშრომლობა სემ კალვიტასთან, რომელიც ცნობილია თავისი სპეციფიკური მიდგომებით ფიზიკურ მომზადებასა და კარდიოზე. ამ ფაქტს UFC-ს ვეტერანი მწვრთნელი რეი ლონგოს საკმაოდ მკაცრი და პირდაპირი განცხადებით გამოეხმაურა. ლონგო ღიად ამბობს, რომ ჩიმაევმა შეგნებულად აირჩია კალვიტა, რადგან ამ უკანასკნელს აქვს გამოცდილება ისეთ მებრძოლებთან მუშაობის, რომლებსაც წარსულში სტეროიდებთან და აკრძალულ პრეპარატებთან დაკავშირებული სკანდალები ჰქონდათ, მათ შორის TJ დილაშოუსთან. ლონგოს თქმით, ის პირადად იცნობს ამ წრეებს და დარწმუნებულია, რომ სავარჯიშო ლაბორატორიაში ყველაფერი სუფთად არ ხდება. ის პირდაპირ მიანიშნებს, რომ ჩიმაევის წარმოუდგენელი გამძლეობა და კარდიო, რომელიც მან დრიკუს დიუპლესისთან 5 რაუნდიან ბრძოლაში აჩვენა, შესაძლოა არაბუნებრივი გზით იყოს მიღწეული. ამავდროულად ყოფილი ჩემპიონი შონ სტრიკლენდიც არ ინახავს ენას კბილებს მიღმა. ის კვლავ აგრძელებს ჩიმაევის კრიტიკას და მას ბრძოლებისგან თავის არიდებაში ადანაშაულებს. სტრიკლენდის თქმით, ხამზათი მუდმივად იგონებს იდუმალ ტრავმებს, რათა დრო გაწელოს. ხან ხელი მაქვს გატეხილიო, ხან სხვა რამე მტკივაო, მაგრამ არასდროს უჩვენებია რენტგენის ან მრტ-ს პასუხები, აცხადებს შონი. ის ეჭვობს, რომ ჩიმაევი უბრალოდ სტალავს და ელოდება ხელსაყურ მომენტს, მაშინ როცა სხვა მებრძოლები, როგორიცაა ემთენი, ფლაფი ერნანდესი, მზად არიან ოქტაგონზე ნამდვილი ომი გამართონ. თავად ფლაფი ერნანდესი კი ჰიუსტონში დაგეგმილი სტრიკლენდთან ბრძოლის წინ ძალიან აგრესიულადაა განწყობილი. ის ამ შეხვედრას განიხილავს, როგორც პირდაპირ გზას ჩიმაევის ტიტულამდე. ერნანდესი ამბობს, რომ მისი სტილი არ იცვლება. მე შევდივარ ოქტაგონზე, რათა ვაწამო ჩემი მეტოქე. ვიყო მაქსიმალურად ძალადოვინი და გავტეხო ის ფიზიკურად და მენტალურად. ერნანდესი დარწმუნებულია, რომ თუ ის სტრიკლენდს ეფექტურად დაამარცხებს, ჩიმაევს ვერსად გაუექცევა. სანამ საშუალო წონაში სკანდალები მძვინვარებს, მსუბუქი წონის ჩემპიონმა ისლამ მახაჩევმა გარის მიმართ კიდევ ერთი ირონიული კომენტარი გააკეთა.
მან გარისა და კონორ მაკგრეგორის შედარებას AliExpress-ის ვერსია უწოდა, რითაც მიანისნა, რომ იანი მხოლოდ ორიგინალის იაფი ასლია. მახაჩევი ასევე სკეპტიკურადაა განწყობილი გარის საქართველოში ვარჯიშის მიმართ და ურჩევს ტყუილად ნუკარგავს დროს, რადგან ჭიდაობის სწავლა რამდენიმე თვეში შეუძლებელია. თუმცა მთავარი კითხვა მაინც ჩიმაევის გარშემო ტრიალებს. არის თუ არა მისი ახალი ფიზიკური ფორმა მხოლოდ თავდაუზოგავი ვარჯიშის შედეგი, თუ რეი ლონგოს ეჭვებს საფუძველი აქვს. სამჯერ უნდა შეამოწმონ დოპინგზე სანამ ოქტაგონზე შეუშვებენ, ასეთია ლონგოს რეკომენდაცია. საშუალო წონაში დიდი გადაჯგუფება ხდება და როგორც ჩანს, ჩიმაევის მომავალი ბრძოლა არა მხოლოდ სპორტული, არამედ დიდი პოლიტიკური და მორალური განხილვის საგანიც გახდება. ამ ყველაფრის ფონზე UFC-ს ახალგაზრდა ვარსკვლავები, როგორიცაა ჯოშუა ვანი და ტაცურო ტაირა, უკვე ემზაგებიან თავიანთი ისტორიული შეხვედრისთვის, რაც კიდევ ერთხელ ათასთურებს, რომ ორგანიზაციაში თაობათა ცვლა გარდაუვალია. მაგრამ სანამ ახალგაზრდები ტიტულებისთვის იბრძვიან, საშუალო წონის მეთეები ერთმანეთს ბრალდებებით და სკანდალებით უპირისპირდებიან, რაც გულშემატკივრებისთვის ამ სპორტს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.